გამარჯობა საქართველოს გიზა უჭარმელი ამერიკიდან ერთი პატარა ამბავი მინდა მოგიყვეთ სანამ საქართველოში წამოვიდოდი ერთი პატარა საგზაო შემთხვევა დამემართა არ ვიცი ხლა როგორ დამემართა ეს ყველაფერი მაგრამ ალბათ ისეთი დაკავებული ვიყავი რომ რაღაცნაირად ტვინი ვერ მუშაობს როგორც ყოველთვის დავაპარკინგე მანქანა მერე ტელეფონზე ვსაუბრობდი და როდესაც გასვლის დრო იყო გავიხედე ყველაფერი მე მგონი რიგში იყო ამ მასობაში კიდე ვიღაცამ დაარეკა ესე გადავერთვე და როდესაც მანქანა უკან დავძარი და უნდა გამოსულიყავი ამ პარკინგიდან მოკლედ დავარტყი ვიღაც პატარა გოგოები იჯდნენ რაღაც 17 წლის 18 წლის გოგოები მანქანაში ისინი შემოდიოდნენ კუთხიდან და ვერ დავინახე და დავარტყი იმათ მანქანას, დავაზიანე, რა თქმა უნდა, კარგია რომ პირველ რიგში კარგია არავინ არ დაზიანდა მანქანების გარდა და უკვე წამოსასვლელი ვიყავი საქართველოში, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, გადმოვედი, მივედი ჩემი დაზღვევის ბარათი, ჩავიწერე ამ გოგოს მძღოლის მონაცემები, დაურეკე ჩემს დაზღვევას, დავაკავშირე ჩემი დაზღვევა ამ გოგოს მშობლებთან, იმიტომ რომ მშობლების მანქანით იყო და მე უკვე დაზღვევამ მთლიანად ყველაფერი თავისით გადაწყვიტა. მე უკვე როგორც ამერიკაში ხდება დაზღვევა გირეკავთ თქვენ, გეუბნება დაზღვევა სად მიიყვანოთ მანქანა, რომ მანქანა გაგიკეთონ და ეს იყო ჩემი პირველი ესეთი შემთხვევა. ალბათ ბოლო 20 წლის განმავლობაში მე საგზაო შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ალბათ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ხანდახან ვამბობ რომ იცით შეიძლება ერთი მხრივ იფიქროთ რომ რაღაცა დამემართა ესეთი რაღაც რატო დავამტრიე მანქანა ან რატო დავაშავე ან რატო დავაზიანე მანქანა მაგრამ მეორე მხრივ ესეთი რაღაცები რო გემართებათ ალბათ ამაში რაღაც პოზიტივიც არის იმიტომ რომ შეიძლება ესეთი რაღაცა ადამიანს აფხიზლებს და აი ესეთი გამოფხიზლება ადამიანს საშუალებას აძლევს რომ სხვა უფრო დიდი უბედურება აიცილოს. ალბათ ჩემთვის ეს იყო გამოფხიზლება რომ დროა წავიდე საქართველოში და გადავერთო და დავისვენო. ეხლა დასასვენებლად არ ვყოფილი ვარ საქართველოში, მამაჩემის წლისთავზე ვიყავი ჩამოსული, მაგრამ იმ მომენტისათვის აი ეს საგზაო შემთხვევა აბსოლუტურად უმნიშვნელო იყო ჩემთვის და უბრალოდ თქვი რომ რო ჩამოვალ მე მივხედავ მეთქი და სწორედ ამიტომ ვარ დღეს სხვა მანქანაში, როგორც ხედავთ სხვა მანქანიდან მიმყავს ეს გადაცემა. რატომ მოვიტანე ახლა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რო დავბრუნდი რა თქმა უნდა, უკვე ერთი თვით ადრე მქონდა დღე დანიშნული, როდის უნდა მიმეყვანა მანქანა გასაკეთებლად. რო ჩამოვედი ზუსტად ამ დღეს 17 ივლის, ზუსტად ამ საათზე მივიყვანე მანქანა რასაც პროფილაქტიკას ეძახიან, ხო? აქ ეძახიან body shop, ანუ body shop აკეთებს იმას, რაც ესე იგი მანქანის თუნუქის დაზიანებებს ეხება. მივიყვანე და აი დღეს არის 21, მითხრეს 4 დღეში იქნება მანქანა მზად და ზუსტად 4 დღეში ისეც კი მითხრეს რომ 3 საათისთვის მზად იქნებაო და 2:30-ია, 3:30-ია ახლა და ამერიკეს მითხრეს რომ მანქანა მზად არის. მეც დიდი სიხარულით მივდივარ რომ ჩემი მანქანა გამოვიყვანო ისევ და მაინც გარკვეული სიმყუდროვე აქვს ადამიანს, როდესაც თავის საკუთარ მანქანას ეჩვევა. და დროებით მომწეს აი ეს მანქანა Chevy, მე მგონი Chevrolet-ი, ეგრე საქართველოშიც ალბათ არის ცნობილი ისა. რას გეტყვით ახლა, არ ვიცი რა, მე მგონი მაინც გერმანელები ჯობიან ყველას მანქანების წარმოებაში, რა თქმა უნდა. გერმანელები ძალიან საინჟინრო ნიჭით დაჯილდოებული ხალხია და მანქანებსაც კარგს უშვებენ. მაინც და მაინც აღფრთოვანებული ვარ მეთქი Chevy-ს ტარებით ვერ გეტყვით, მაგრამ პოზიტივი ამაში ის არის, რომ არ დამჭირდა უმანქანოდ ყოფნა, ანუ ის მანქანის შემკეთებელი კომპანია სანაცვლო მანქანას გაძლევთ, რომ ადამიანს დრო კონდეს საქმეების მოსაგვარებლად და ადამიანს არ კონდეს არავითარი შეფერხება იმისათვის, რომ თავის საქმიანობას, ყოველდღიურ საქმიანობას გაყვეს. აი ესეთი პატარა ისტორია
პატარა ავტოსაგზაო შემთხვევა. და საერთოდ დალაგებულ ქვეყანაში რა თქმა უნდა ყველაფერი ისე არის აწყობილი რომ თითქმის შეუფერხებლად ხდება ყველაფრის გაკეთება. თავარი ადამიანი იყოს ცოცხალი და კარგად თორე მანქანა გაკეთდება ყოველთვის. გამახსენდა ჩემი ცოლის დაქალები, სადაც შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო შემთხვევა მოხდება. მე ერთ-ერთ უკანასკნელ სერიებში იყო ესეთი რაღაცა, როდესაც ზაზა კითხულობს, რომ მანქანა როგორ არისო და მე მამამისი რო პასუხობს, რომ შვილო არ გაინტერესებდო ჩვენ როგორ ავართ მანქანას რამე ეშველებაო. გამახსენდა უნებლიეთ ეს პატარა ისტორია. და ეს კი ეს კომპანია რომელმაც ჩემი მანქანა შეაკეთა. ბევრი ქონდა მეთქი. შესაკეთებელი ვერ ვიტყვი, მაგრამ უკანა ბამპერი პრინციპში საკმაოდ დაზიანებული იყო. აი ეს არის ეს კომპანია. და მეც რამოდენიმე წუთში ჩემს ლურჯაცხენს ჩავეხუტები ისევ. და თავარია ახლა ერთი მანქანიდან მეორე მანქანაში ისე გადავბარგდე რომ არაფერი არ დამშეს ამ დროებით მანქანაში. Hi there. Hello. How can I help you? I came to pick up my car. Okay, it'll be just a few. I'm gonna have to check on it. I know they Sure. told, like I said, it was gonna be 2:30. Oh, it's not 2:30 yet. So, All right, no problem. I can wait a little bit. Not a big Sure. deal. sure. Sure. Thank you. I'll hang out here. Sounds good. All right. I can read paper, right? Oh, absolutely. How Okay. can I help you? Yes, I'll do that. და ესე გამოიყურება აი ეს ადგილი, რასაც ახლა ხედავთ, მთლიანად იყო მოგლეჯილი. და ახლა უკვე მე მგონი ნორმალურად გამოიყურება. რა თქმა უნდა, გარეცხეს მანქანა, როგორც კარგ სერვისს შეესაბამება. შიგნითაც გაასუფთავეს. ახლა მე არ მცალია ამისთვის. კარგია რომ ვიღაცამ ამაზე იფიქრა. ეხლა ყველაზე მთავარი გადმოვიტანოთ ყველაფერი. და ესე გამოიყურება თვითონ ეს body shop, სადაც მანქანები კეთდება, როგორც ხედავთ, ახალგაზრდა მუშაობს. ახალობა. ხა დავაბრუნებ ამ გასაღებს და გავაგრძელებ ცხოვრებას ისევ ჩემი ნორმალური რიტმით და ჩვევებით. და რა თქმა უნდა, რომ საკუთარ მანქანაში ყველაფერი უკეთესია. თვითონ აი ეს საწარმო, სადაც რომელსაც body shop ეწოდება, სადაც კეთდება ეს მანქანები, როგორც უკვე ვთქვით, თუნუქის დაზიანებას, ანუ არასავალი ნაწილის დაზიანებას აკეთებენ. აქ პირველ რიგში, როგორც ხედავთ, რამოდენიმე ანტიკვარი მანქანა. აი ესეთი საქმიანობა და რაც აქ რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დაზიანებული მანქანა. აი ესე გამოიყურება ამათი junkyard-ი. ესე ქვია junkyard-ი. თითქმის მანქანების სასაფლაოსავით არის. დარწმუნებული ვარ, თბილისშიც არის ბევრი ასეთი საწარმო, საქართველოშიც. და ვიცი რომ ჩვენი ქართველი ბიჭები ძალიან მაგრამ მუშაობენ, რაც შეეხება აი ამ საქმიანობას, მაგრამ აკეთებენ მანქანას. აი კიდევ ერთი ძველი მანქანა, რომელსაც შეკეთება სჭირდება. იმედია ცოტა წარმოდგენა მოგეცათ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება ჩვეულებრივ ამერიკაში ჩვეულებრივი მანქანის შესაკეთებელი საწარმოები. ალბათ ბევრი დიდი სხვაობა არ არის ამათ შორის და ის რაც ჩვენთან არის. მე მგონი რაც შეეხება სპეციალისტებს, ჩვენ ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს, შეიძლება უფრო მეტიც,
იმიტომ რომ ამერიკელები გამოირჩევიან უფრო ვიწრო სპეციალიზირებით, ჩვენი საშუალო ადამიანი საქართველოში ბევრად უფრო ერუდირებულია და განათლებული, დარწმუნებული ვარ, ვიდრე საშუალო ადამიანი ამერიკაში, მაგრამ ბიზნესის კულტურა და რა თქმა უნდა ტრადიცია ბევრად უფრო დალაგებულია ამერიკაში. უბრალო მიზეზის გამო, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანია ამერიკა აი ამ კულტურით აგრძელებს მუშაობას და განვითარებას. საქართველოს უბრალოდ ამისთვის არ ეცალა და აი სულ რაღაც ბოლო 20-25 წელია რაც აი ეს კულტურა ყალიბდება, ბიზნესის კულტურა და საერთოდ ეკონომიკაში რაღაც გარკვეული განვითარებები. ამას რა თქმა უნდა ისე ემატება რომ რამდენი ომი გამოვიარეთ და რამდენი ბრძოლა და პრინციპში ომი არც ახლა არის გაჩერებული, რა თქმა უნდა, ბევრი თავის ტკივილი გვაქვს საქართველოს. და ისეც სასწაულია იმას, რასაც მივახციეთ, განახევრებული ქვეყნით და განახევრებული ადამიანებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ 90-იან წლებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოდან და დიდი რესურსი დაიკარგა, დიდი რესურსი არის უცხოეთში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერ ახერხებს ეს რესურსი საქართველოში დაბრუნებას. ასე რომ ბევრ რაღაცას მივახციეთ. ყოჩაღები ვართ ქართველები, აუცილებლად უფრო მეც მივახცევთ თუ რაღაცნაირად ჩვენს მენტალურ პრობლემებს გადავწყვეტ და მე როდესაც მენტალურ პრობლემას ვამბობ, პირველ რიგში მენტალური ოკუპაცია არის გადასაწყვეტი, რომელიც ხშირად ჩვენს ტვინებში და ჩვენს თავებშია, იმიტომ რომ ცოცხალ ოკუპაციას აუცილებლად გავაჩერებთ და უკანაც მივაბრუნებთ თუ ჩვენ პირველ რიგში მენტალურ ოკუპაციას გადავწყვეტ და ამას მოვაგვარებთ. თუ ჩვენ ერთმანეთს შევიყვარებთ, უფრო მეტ პატივს ვცემთ და ერთმანეთის წარმატება გაგვეხარდება როგორც ერს. თუ ჩვენ საზოგადოებრივი სიკეთე, საზოგადოებრივი კეთილდღეობა უფრო მეტად დაგვაინტერესებს, ვიდრე პირადი ერთი ადამიანის კეთილდღეობა და თუნდაც ერთი ადამიანის სიკეთე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთი ადამიანით იწყება და ეს კარგი საწყისი წერტილია. ასე რომ დროებით შემოკარგებო, დარწმუნებული ვარ საქართველო გაბრწყინდება.